C++-ში საკმაოდ მჭიდრო კავშირი არის პოინტერებს და მასივებს შორის. სწორედ ამიტომ ჩვენ ახლა რამდენიმე მაგალითს გავაკეთებთ მათთან დაკავშირებით. მოდი დავუბრუნდეთ ჩვენს კოდს და წავშალოთ რაც არის ზედმეტი და შევქმნათ ჩარების მასივი str და ჩავწეროთ მასში რაიმე სტრიქონი. მაგალითად ეს არის სტრიქონი. ახლა მოდი გავაკეთოთ char pointer-ი და დავარქვათ მას p. აქ უცხო და გაუგებარი არაფერია. მოდი ახლა დავწეროთ ესეთი გამოსახულება. p-ს მივანიჭოთ str. აი რა არის ახლა ამაში განსაკუთრებული და რას ნიშნავს ეს ჩანაწერი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აი ამ p-ში ვინახავთ აი ამ str მასივის პირველი ელემენტის მისამართს. ანუ დავიმახსოვროთ ესეთი რამ. თუ კი სადმე ჩვენს პროგრამაში ვწერთ გამოსახულებას, სადაც ვიყენებთ არაინდექსირებულ მასივის სახელს, ანუ წერთ მხოლოდ მასივის სახელს და არ უწერთ ფრჩხილებს და მასში არ ვწერთ ინდექსს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიყენებთ ამ შემთხვევაში ამ მასივის პირველი ელემენტის მისამართს. მოდი ახლა დავრწმუნდეთ ამაში და დავწეროთ ესეთი რამ. დავბეჭდოთ ის მნიშვნელობა, რაც არის შენახული აი ამ p მისამართს. დავაკომპილიროთ ახლა ჩვენი კოდი და გავუშვათ. და აი როგორც ხედავთ დაგვიბეჭდა e. და მართლაც აი ამ ჩვენს სტრიქონში პირველი სიმბოლო არის e. ანუ ამ მასივის პირველი ელემენტი მისამართი ჩაიწერა აი ამ p-ში. ასევე ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ პოინტერების არითმეტიკა და აი ამ მასივის ელემენტებს მივწვდეთ აი ამ პოინტერის საშუალებით. აი მაგალითად დავბეჭდოთ ახლა ჩვენ აი ამ მასივის ელემენტი ინდექსით 4 და ასევე დავბეჭდოთ ჩვენ ესეთი რამ. p + 4 ჩავსვათ ფრჩხილებში და შემდეგ ავიღოთ ის მნიშვნელობა, რაც არის ჩაწერილი აი ამ p + 4 მისამართზე. და ვნახოთ რა შედეგს მოგცემს ახლა ეს ჩვენი პროგრამა. და რა თქმა უნდა დაგვიბეჭდა ერი და ერი. მოდი ახლა აი ამ პოინტერების არითმეტიკის საშუალებით დავწეროთ ესეთი პროგრამა. აი ამ ჩვენმა პროგრამამ აიღოს ეს str-ი და ყველა სიმბოლო დაბეჭდოს სათითაოდ თითო ხაზზე. ამისთვის დავწეროთ ციკლი, ის მივანიჭოთ 0. შემდეგ დავწეროთ ესეთი რამ str i. ანდა მოდი ესეთი რამ დავწეროთ. ესე იგი p + i და i ++. ანუ ეს ციკლი სანამდე იმუშავებს ახლა, სანამ არ გავა სტრიქონის ბოლოს. რადგან სტრიქონის ბოლოს ჩვენ ვიცით რომ არის 0 და 0 C++-ში აიქმნება როგორც false. ამიტომ ახლა ჩვენ აქ რადგან ეს ტანი გვაქვს, ისღა დაგვრჩენია რომ დავბეჭდოთ ეს სათითაოდ სიმბოლოები და ამისთვის წერთ p + i, რაც არის მიმდინარე ელემენტი და შემდეგ ხაზზე გადატანის სიმბოლო backslash-n. გავუშვათ ახლა ჩვენი პროგრამა და შევხედოთ როგორ იმუშავებს. და აი როგორც ხედავთ დაგვიბეჭდა ესე, ეს არის სტრიქონი. პრინციპში შეგვიძლია უფრო გადავაკეთოთ ეს ჩვენი კოდი და ჩავწეროთ მხოლოდ ერთ სტრიქონში. ტანი საერთოდ არ დავუწეროთ. და დავწეროთ ესეთი რამ. ნახოთ ახლა რას იზობს ჩვენი პროგრამა. და აი როგორც ხედავთ დაგვიბეჭდა ეს არის სტრიქონი.